უბრალოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და მიმდინარე წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში. რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით. შედეგების გარკვეული ნაწილი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში კონკრეტულ კომპანიაში. ამ თემასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ჩვენი სტუმარი პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე გვესაუბრება და მოგესალმებით ალბათ. მოგესალმებით თამარ, მადლობა იმისთვის რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ დღეს თქვენს ეთერში. პროფესიული განათლება მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია განათლების სხვა საფეხურებთან მიმართებით, რადგან ეს გახლავთ მოკლე დროში სწრაფად დასაქმების შესაძლებლობა. შეუძლიათ მოვიდნენ, ისწავლონ, მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია, მიიღონ შესაბამისი დიპლომი ან სერტიფიკატი და შემდეგ უკვე წარმატებით ღირსეული ანაზღაურებით დასაქმდნენ შრომის ბაზარზე. პირველ რიგში მეინტერესებს როგორია სტატისტიკა. რამდენმა ადამიანმა გაიარა წელს რეგისტრაცია? მე მოგახსენებთ, რომ წლის განმავლობაში ორჯერ გვაქვს მიღება, ეს გახლავთ გაზაფხულზე და შემოდგომაზე. შემოდგომის მიღება გაიხსნა გუშინ 1 სექტემბერს და გაგრძელდება, როგორც აღნიშნეთ, 25 სექტემბრის ჩათვლით და ნებისმიერ მსურველს, თუ კი ვინმე სურს, რომ შეიძინოს პროფესია. ან პირველი იყოს და მისი კარიერის, ასე ვთქვათ, არჩევანში დაეხმაროს და შემდგომ უკვე თვითონ გადაწყვიტოს რა გზით წავიდეს, ან დამატებით აირჩიოს პროფესია და ისწავლოს. რეგისტრაციების მაჩვენებელი წლიდან წლამდე ძალიან მზარდია, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში ფაქტობრივად გაორმაგდა მომართვიანობა და ასევე გაორმაგდა ჩარიცხვის მაჩვენებელი. წელსაც, რა თქმა უნდა, გაზაფხულის მიღება იყო ძალიან წარმატებული და ეხლა იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ გაიხსნა რეგისტრაცია, ჯერჯერობით მთელი 25 დღე გვაქვს წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შარშანდელ მონაცემებს აუცილებლად გადააჭარბებს. აუცილებლად. მე დარწმუნებული ვარ, ამ გადაცემის შემდეგ კიდევ ერთი ორად გაორმაგდება სტუდენტების რაოდენობა და მაინტერესებს მაინც კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ვინც არ იცის მათთვის, როგორ ხდება რეგისტრაცია, რა უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ მოხვდეს თქვენ პროფსასწავლებელში. რეგისტრაცია ხდება ონლაინ პორტალის მეშვეობით, ეს გახლავთ პორტალი ved.ms.g, სადაც მათ ონლაინ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, ექმნებათ თავიანთი პროფილი და ყველა ინფორმაციას მართავენ ონლაინ პორტალის საშუალებით და ამავდროულად მისდით ყველა ეტაპზე შესაბამისი მესიჯი და ასევე დახმარებისთვის შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ კოლეჯს და ისინი დაეხმარებიან რეგისტრაციის პროცესში, გაუწევენ კონსულტირებას ამა თუ იმ პროგრამის შესახებ და მათ დაეხმარებიან ინფორმირებული სწორი არჩევანის გაკეთებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ აპლიკანტებმა, რომ 3 პროგრამის არჩევა შეუძლიათ პირველ ეტაპზე. რა თქმა უნდა, შეუძლიათ თავისუფალი იყვნენ თავიანთ არჩევანში და სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა კოლეჯებში აირჩიონ ეს 3 პროგრამა, თუმცა შემდეგ უკვე თავიანთი შედეგების მიხედვით აკეთებენ საბოლოო არჩევანს და ირიცხებიან იმ პროგრამაზე, სადაც მათ უმაღლესი ქულები მიიღეს. და რა საკობრივი ზღვარი არის, რომ რამდენი წლიდან შეუძლიათ ადამიანებს დარეგისტრირდნენ თქვენს კურსებზე? პროგრამის წინაპირობას გააჩნია, რა თქმა უნდა, მინიმალური წინაპირობაა საბაზო განათლება. არის მთელი რიგი პროგრამები, რომელსაც სრული ზოგადი განათლება, ანუ 12 კლასის ატესტატი სჭირდება, ხოლო ზედაზღვარი ასაკობრივი ასეთი შეზღუდვა არ გვაქვს და საკმაოდ ბევრი გვაქვს მომართვიანობა ასაკობრივი ადამიანების, რომლებიც უკვე ასაკში იძენენ პროფესიას და მერე თვით დასაქმებაშიც კი ეხმარება მათ და ერთგვარი ჰობისთვისაც კი გამოუყენებიათ პროფესიული განათლებაში მიღებული ცოდნა. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროფესიული განათლება მართლა ძალიან დიდი შესაძლებლობა გახლავთ, რადგან თვითონ პროფესიული განათლება სასწავლო პროცესი დაფუძნებულია პრაქტიკაზე, პრაქტიკულ სწავლებაზე. აქ არ არის მხოლოდ თეორიული სწავლება და ეს გახლავთ კოლეჯებში სწავლება, სადაც აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი სასწავლო სივრცეები, ლაბორატორიები, სახელოსნოები და მათ უშუალოდ კონტაქტი აქვთ ბიზნეს კომპანიებთან, ანუ ყველა პროგრამას ყავს თავისი დამსაქმებელი. ეს კიდევ ერთი გარანტია იმისთვის, რომ
სტუდენტი შეიძლება სწავლის პროცესშივე დასაქმდეს თუ ის წარჩინებული და წარმატებულია და წარმატებული კურსდამთავრებულები რა თქმა უნდა გარანტირებულად საქმდებიან საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით და ამას ხატყობს ყველაფერს ბოლო დროის კვლევები, როდესაც კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი უკვე 80%-ს მიუახლოვდა და რიგ შემთხვევებში არის პროფესიები, სადაც 100%-იანი დასაქმების მაჩვენებელი. აი სტატისტიკა რას გვეუბნება? რომელი პროფესიაა ყველაზე პოპულარული თქვენს დაწესებულებაში? აი რომ ყველაზე მეტი მოთხოვნადი რომელია? წელს არის IT სექტორი, ძალიან პოპულარული არის მომსახურების სფერო, სტუმარ-მასპინძლობის სფერო, გაის კულინარიის და კონდიტერიის. სტუმარ-მასპინძლობის სფერო, ისწავლება სტუმარ-მასპინძლობა. მოგზავნე ბატონო, დავზავნე. სასტუმრო მომსახურების პროგრამა, სარესტორნო მომსახურების პროგრამა, ასევე გვაქვს კულინარია, კონდიტერია და ძალიან მოთხოვნადია და მაღალი მაჩვენებელი აქვს დასაქმების. ჩვენთან ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მიმდინარეობს სწავლება, ეს გახლავთ ინჟინერია, მშენებლობა, წარმოება, ხელოვნება, განათლება, მედიცინა, მედიცინა რა დარგი, აი რა ხაზი მაგალითად? ექთანი, ფარმაცევტი. ანუ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პროფესიულ კვალიფიკაციებში გადის და შრომის ბაზრიდანაც ძალიან დიდი მოთხოვნა ამ პროფესიებზე და განსაკუთრებულად ვაქცევთ ყურადღებას მით უმეტეს რეგულირებად პროფესიებს. მაგალითისთვის ეს არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც არის რეგულირებადი და ვერ დასაქმდება ადამიანი, თუ მას არ აქვს შესაბამისი დიპლომი და სერტიფიკატი. ავტომობილის მოყვარულ ადამიანებს ვიყურებდნენ ახლა ადამიანები, რომლებსაც უყვართ აი ჭხირი კედელაობა ესე რომ ვიტყვი რა, მანქანაში ჩაძრომა, იქიდან ამოღება რაღაცების. მათი ინტერესებიც დაცულია როგორც ვიცი, ხო? თქვენთან შეუძლია ადამიანი მოვიდეს, სრულყოფილად გაიაროს საავტომობილო განათლება და შემდეგ დაიწყოს უკვე მუშაობა, ხო? ამ განხრით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აკლია ის სრულყოფილი ხელოსნები, რომლებიც მანქანას აკეთებენ. ხო, ესე იგი აქაც თქვენთანაც შეუძლიათ, ხო? არის მიზნობრივი პროგრამები, რა თქმა უნდა, კვალიფიკაციების დონეზე, არის ავტომობილების მიმართულებაც, არის როგორც სავალი ნაწილის შეკეთება, ასევე ელექტროობა, ავტომობილის ღებვა. ანუ ეს ყველაფერი, რასაც მოიცავს ეს პროფესია ითხოვს და დამსაქმებელი რასაც ითხოვს, აბსოლუტურად ყველაფერი ისწავლება ჩვენ კოლეჯებში. მინდა ახლა რადგან ამ სივრცეში ვართ, აუცილებლად ხაზი გაუსვა მედიის და ტელეხელოვნების მიმართულებას. განახლებული სტანდარტებით წელს შეთავაზებულია ახალი პროგრამები, ეს გახლავთ ვიდეო მემონტაჟე, რეპორტიორი, ფოტოგრაფი და ტელევიზიასთან და რადიოსთან არსებული ყველა ის პროფესია, რომელიც არის აუცილებელი თქვენთვის და თქვენი კოლეგებისთვის. ძალიან კარგი. აი დაფინანსების მოპოვება როგორ ხდება? ხდება კი საერთოდ? რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის პროფესიული განათლება არის ძალიან პრიორიტეტული მიმართულება, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ეკონომიკა დგას ამ კვალიფიციური კადრების არსებობაზე ქვეყანაში და პროგრამების სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. საჯარო კოლეჯებში სრულად ფინანსდება და კერძო კოლეჯებში ფინანსდება პრიორიტეტული პროგრამების მიხედვით, რომელსაც მინისტრი განსაზღვრავს ყოველწლიურად და რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც კი ჩაირიცხებიან პროგრამებზე, ისინი სრულად ფინანსდებიან სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის საფასურით და სწავლების საფასურით, ასევე ძალიან ბევრი ბენეფიტები გვაქვს, არის სტუდენტური სამგზავრო ბარათები, არის დაზღვევა, უამრავი სერვისია კოლეჯში სტუდენტური მიმართულებით, სტუდენტური აქტივობები, არაფორმალური განათლების მიწოდება, ექსტრაკურიკულური აქტივობები, სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები, ხელოვნების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ მათთვის მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებაა შეთავაზებული კოლეჯებში და ეს არ გახლავთ მხოლოდ აუდიტორიაში თეორიული ლექციების მოსმენა. სწავლა კეთებით, სწავლა პრაქტიკულ ობიექტზე, ბიზნეს კომპანიებში, უშუალოდ გაცნობა თუ როგორია დამსაქმებელთან ურთიერთობა, გარანტირებული დასაქმება და აქტიური სტუდენტური ცხოვრება. ძალიან კარგი. ესე გარანტირებული არის, ხო? ანუ აი ეს მაინტერესებს სტუდენტი, რომელიც ჩააბარებს თქვენს სასწავლებელში.
მას აქვს თუ არა გარანტირებული შემდეგ დასაქმება. ის თუ წარმატებით ხო, დაამთავრებს თუ კურსს, რა თქმა უნდა, იზარმაცა და კარგი მოსავლით სპეციფიკაციები თუ გაიგო რა იქნება თქმა უნდა. მოწონებული კომპანიის მხრიდან და დამსაქმებლის მხრიდან, მას აუცილებლად ექნება შეთავაზება. პროგრამების ხანგრძლივობაც მაინტერესებს. ძალიან ბევრი უცებ მე ხوار ვაბარებ. შეიძლება მოვდივარ თქვენთან. აი რამდენი ხანი გრძელდება მაგალითად რა თქმა უნდა ვიცი რომ თითოეულ პროფესიას თავისი ხანგრძლივობა აქვს სწავლის, მაგრამ აი საშუალოდ რამდენი ხანი სჭირდება სტუდენტს რომ დაეუფლოს ამა თუ იმ პროფესიას. დაახლოებით წელიწადნახევარი 2 წელი და ნუ გარკვეული პროფესიებია, რომლებიც 3 წლიანია, მაგალითად საექნო მიმართულება, ხო, რადგან ეს არის რეგულირებადი სფერო. წელიწადნახევარში 2 წელიწადში დაეუფლებიან პროფესიას, მათ აქვთ სახელმწიფო დიპლომი, რომელიც რა თქმა უნდა ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოს უთანაბრდება. ევროპაში წასვლა რა თქმა უნდა. დიპლომით შესაძლებელია დასაქმება უკვე იქ. აი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეგ ჩემი აზრით. სტატისტიკა მოიმატა? აი ყოველ წელიწადს თქვენ ახსენეთ რომ ყოველ წელიწადს იმატებს, მაგრამ სტატისტიკური მაჩვენებელი თუ გვაქვს ამის რამდენი პროცენტით მოიმატა მაგალითად წინა წელთან შედარებით მიმართვიანობა? ყოველწლიურად დაახლოებით 10-15%-ით იმატებს მომართვიანობა. აი 2021 წელს თუ შევადარებთ 80%-ით არის გაზრდილი მომართვიანობაც და ჩარიცხვაც. და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი პანდემიამდე თუ იყო პირობითად 60-დან 61%-მდე, 64%-იც კი იყო, ეხლა გვაქვს 80%. რა მაგარია. და წინა წლებთან შედარებით, აი წელს რა განსხვავება იქნება? აი თუნდაც დაემატება რამე ახალი კურსი? რა თქმა უნდა. ჩვენ დავიწყეთ კვალიფიკაციების განახლება, რადგან შრომის ბაზრის მოთხოვნები დინამიურია და სულ მუდმივად იცვლება. ამიტომ ჩვენ 2 წელია დავიწყეთ კვალიფიკაციების გადახედვა და ძალიან უმეტესობა კვალიფიკაციების და პროგრამების უკვე განახლებულია უშუალოდ დარგის სპეციალისტების და ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისად. მათ მოთხოვნებზე ორიენტირებული და მორგებული ჩვენი პროგრამები და წელს მრავალფეროვანი სპექტრი გვაქვს შეთავაზებული განახლებული კვალიფიკაციების, ისეთი პროგრამების, რომლებიც აქამდე არ გქონდა შეთავაზებული, მაგალითისთვის IT მიმართულებით front-end development-ი, ანუ პროგრამირების ნაწილი, ენერგომიმართულებით ენერგომენეჯმენტი, უამრავი ინჟინერიის დამშენებლობის მიმართულებით ახალი პროგრამები, რომელიც სამშენებლო კომპანიებმა მოგთხოვეს, რომ მათ სჭირდებათ ასეთი სპეციალისტები და ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ამ წლის ბოლოს უკვე ყველა კვალიფიკაცია გვექნება განახლებული და პარალელურად ვმუშაობთ ბიზნესთან, რომ მათი მოთხოვნები მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული. ანუ ახსიახლეებიც გვაქვს. ხომ არ არის რაიმე პროფესია ისეთი, რომელიც ჯერჯერობით არ გაქვთ სასწავლებელში და იგეგმება რომ სამომავლოდ აუცილებლად იქნება თქვენთან. იცით რა, ყველა მიმართულება გვაქვს აბსოლუტურად. უბრალოდ დარგმა შეიძლება შემოგთავაზოს კონკრეტული სპეციალისტის ხო, ანუ მიწოდების მოთხოვნა. მაგალითად, აი ბოლოს IT სექტორმა შემოგთავაზა, რომ ტესტერები სჭირდებათ მათ. ანუ პროგრამას როცა წერს პროგრამისტი, ამ პროგრამას სჭირდება გატესტვა, ხო, ვიღაცა სჭირდება მიცდო გატესტოს. ესეთი პროფესია არ არსებობს და კვალიფიკაცია. ამიტომ მათი დაკვეთით ახლა დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ესე მივდივართ დარგთან ერთად და ბიზნესთან ერთად. ჩემი აზრით ძალიან სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები მივიღეთ, ვინც დაინტერესებულია ამ თემით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საკმაოდ ბევრია, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას პროფესიული განათლება ის რაც თქვენ თქვით, ნამდვილად აკლია და მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ საქმეს, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნამდვილად წაადგება.